მოგესალმებით, ეთერშია ბარიერი შიდა ქართლში საოკუპაციო საზღვრის გადმოწევაზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. გადაცემის პირველ ნაწილში კი ჩვენი სტუმარია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანიძე, რომელიც ამ დღეებში დაბრუნდა მოსკოვიდან. დიდი მადლობა პირველ რიგში ქალბატონ ნინო გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენს ვიზიტს რუსულმა ტელეკომპანია NTV-მ უწოდა, ასეთი ფრაზა გამოიყენა მან, ბურჯანაძის დელიკატური მისია, ხო? სწორად მახსოვს. თქვენ რას დაარქმევთ თქვენს მისიას? მოდი ესე რო გკითხოთ პირდაპირ თუ შეიძლება ორი სიტყვით და შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბროთ. რთულია ვთქვა, ყოველ შემთხვევაში ჩემის მხრიდან ეს არის მცდელობა, რომ აღდგეს რუსულ-ქართული დიალოგი, გაიხსნას მაქსიმალურად ფართოდ კარი იმისათვის, რომ საუბრები მართლაც საქმიანი დაიწყოს მაღალ დონეზე იმ პრობლემებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რუსულ-ქართული ურთიერთობებისათვის და უპირველეს ყოვლისა ძალიან მტკივნეულია საქართველოსათვის. მე მზაობა დავინახე რუსული მხარის მხრიდან, რომ ასეთი დიალოგი შედგეს ძალიან მაღალ დონეზე, სხვადასხვა დონეებზეც. იყოს, ასე ვთქვათ, მცდელობა იმისა, რომ მაქსიმალურად გაერკვეს ორივე მხარე იმ პრეტენზიებში, რომელიც და პრობლემებში, რომლებიც არსებობს. უბრალოდ მე ამის მზაობას სამწუხაროდ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ქართულ მხარეში ვერ ვხედავ. კარგით, ვიზიტის შედეგებზე საუბრისას ჩაუღრმავდეთ უფრო ამ თემას, თუმცა მოდით მაინც ჯერ ვიზიტის მიზეზებზე ვისაუბროთ და ფორმატზე. ზოგადად მე მივხვდი რა იყო მაინც ამ ვიზიტის ფორმატი. ფორმალურად ვიზიტის მიზეზი იყო რუსეთის დუმის მიწვევა, ასეთი ტიპის მრგვალ-მაგიდაზე 21 საუკუნის საერთაშორისო სამართლის პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა იყო. საერთაშორისო გამოწვევები. კი ბატონო, ეს იყო მიზეზი თუ საბაბი ეს ეს მართლა მიზეზი იყო. ეს იყო მიზეზი და ამას მოყვა შეხვედრები, ვთქვათ, რუსეთის სათათბიროს სპიკერთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თუ იყო დაგეგმილი შეხვედრები, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები ასეთ კითხვებს გიწუხებდა არ პასუხობენ, ხოლო როგორც წესი, მაგრამ მე მაინც დავსვავ ამ კითხვას, თუნდაც რიტორიკულს და ეს იყო მხოლოდ საბაბი. არა, ნინო, ძალიან გულწრფელად გიპასუხებთ, იმიტომ რომ როდესაც მე დავუშვათ წინა წლებში ჩავთვალე, რომ რუსეთში ვიზიტი საჭირო იყო, არანაირი საბაბი ამისთვის არ დამჭირვებია. ყოველგვარი საბაბის გარეშე წავედი, შედგა შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა საბაბი რომ დომოდა, მაშინ უფრო ადვილად შეიძლებოდა ამ საბაბის ორგანიზება, ხო? მთლად, ასე ვთქვათ, ისეთი ვითარება იყო. ეს ნამდვილად ამ შემთხვევაში იყო, ასე ვთქვათ, პირველადი კონფერენციაზე მოწვევა, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ იმავე წამში, რა წუთშიც მე ეს მოწვევა მივიღე და წავიკითხე, მე ვთქვი, რომ რა თქმა უნდა დავეთანხმო და რა თქმა უნდა ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნას სწორედ რომ ორმხრივი შეხვედრებისთვის მეთქი. ასე რომ ნამდვილად შემიძლია ღიად გითხრათ, რომ დაახლოებით 50%, 50%-ზე თუ ესე გავყოფთ პროცენტულად ვთქვათ ვიზიტის მნიშვნელობას ჩემთვის, იყო მონაწილეობა მიმეღო ამ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაში და ამავდროულად ყოფილიყო ორმხრივი შეხვედრები, იმიტომ რომ ნამდვილად ვთვლი, რომ დაგვიანდა დიალოგი, ნამდვილად ვთვლი იმას, რომ ესე ვთქვათ და ჩემს თავსაც ვადანაშაულებ იმაში, რომ ეს წლები გარკვეულწილად მე აღარ გავაღრმავე ვთქვათ ის კონტაქტები, რომელიც არსებობდა, ვთვლი, რომ ესეც ესე ვთქვათ არ იყო სწორი, უბრალოდ როგორც ჩანს მეც რაღაცა ესე ვთქვათ კონიუნქტურას გაუწიე ამ გარეშე თუ როგორ იყო, უფრო ალბათ მოლოდინის რეჟიმი მქონდა იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება რაიმეს გააკეთებდა და ველოდი რომ ამ ხელისუფლების პირობებში რაღაცა ცვლილება იქნებოდა, მაგრამ ეხლა სამწუხაროდ ფაქტია, რომ ეს ესე არ არის და ვთვლი, რომ დრო ისედაც დაკარგულია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დრო აღარ დაიკარგოს. თქვენ შეხვდით კარასინს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და რუსეთის სათათბიროს სპიკერს ნარიშკინს, რამდენადაც მე ვიცი. სხვა შეხვედრები თუ გქონდათ, მე არ ვსმენია სხვა შეხვედრების შესახებ, უფრო დეტალურად. იყო შეხვედრები, როგორც თუ შეიძლება რა, ვისთან გქონდათ შეხვედრები? სათათბიროში, ასევე ფედერაციის საბჭოში, ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იყო ბატონ ნარიშკინთან და ბატონ კარასინთან შეხვედრები, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ასევე იყო შეხვედრები ბატონ სლუცკისთან, ბატონ კასაჩოვთან, ბატონ მირონოვთან და სხვა, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებთან და ნამდვილად კიდევ ერთხელ ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, იყო სრული მზაობა, სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია რუსულ-ქართული დიალოგი გადავიდეს სრულიად სხვა ფორმატში. აუცილებელია, რომ გახსნილად იყოს საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როდესაც კიდევ ერთხელ მოვისმინე
რომ არ არსებობს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ისეთი თემები, რომელზეც საუბარი არ შეიძლება. აი ეს თანხმობა ჩემთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ წლების წინ იყო ასე ვთქვათ ტაბუდადებული თემები პრაქტიკულად. მაგალითად რას აი გვეუბნებოდნენ მაგალითად თუ გახსოვთ რომ ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში გარდა აფხაზეთის და ოსეთის. დღეს თქვენ დაინახეთ იმის მზაობა რომ ამ თემაზეც იყოს საუბარი. მოთ ასე ვთქვათ, თქვენ ამბობთ რომ მათ აქვს სრული მზაობა რომ ყველა თემაზე გაფართოვდეს დიალოგი. თუმცა ალბათ რუსეთშიც იციან რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული თემა შესაძლოა ვიზა მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტის გატანა, თუმცა ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უდაოდ არის ტერიტორიული მთლიანობის თემა. Როგორ ხედავენ ისინი თქვენ როგორ დაინახეთ, როგორ წარმოგიდგენიათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაზე ვისაუბროთ, მოდით და არა ვიზებზე, რა თქმა უნდა, ვიზებს ალბათ ათმობენ და პროდუქციაც გავა რუსულ ბაზარზე, უფრო ნაკლები პრობლემები ამასთან დაკავშირებით. მე გეთანხმებით, თავარ პრობლემაზე ვისაუბროთ. მთავარი პრეტენზია ჩვენი ხელისუფლების მიმართ მაქვს სწორედ ის, რომ ისინი ესაუბრებიან რუსეთის ხელისუფლებას მხოლოდ ასე ვთქვათ ვიზებზე, თვითმფრინავებზე, პროდუქციაზე და ისიც როგორც ახლა აღმოჩნდა ჩემი შეხვედრის დროს არასრულყოფილად, არამედ მხოლოდ რაღაცა ნაწილობრივ. თქვენც ამაზე საუბრობთ, რაც დაბრუნდით ქავტონინო. ბატონო, თქვენც ამაზე საუბრობთ. მე ამაზე და პროდუქციის გატანაზე, კონკრეტულად პრობლემაზე არც თქვენ არ საუბრობთ. არა, უკაცრავად, ეხლა მე მოგახსენებთ, მე ვთქვი კონკრეტულად რას პრაქტიკულად მივახციე, იმიტომ რომ თუ რაღაც საოცრება არ მოხდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვთქვათ, იგივე ვიზები გამარტივდება გაცილებით, ვიდრე დღეს აქამდე იყო. მთელი რიგი კატეგორიისათვის ჩვენი მოსახლეობისა, ასევე ვისაუბრე იმაზე და მივიღე თანხმობა, რომ აუცილებლად უნდა იქნეს დაცული იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც შრომითი მიგრანტების სახით მიდიან რუსეთში და ვისაუბრეთ ასევე გარკვეულწილად, რაზეც არის უკვე ესე ვთქვათ თანხმობა და მზაობა, ეს არის პროდუქცია. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მე აქ ხა ვერანაირ თანხმობას ერთბაშად ვერ მივიღებდი, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი რომ სხვათა შორის პირველად ჩემი ვიზიტის შემდეგ, როდესაც მე თავის დროზე ვლადიმერ პუტინს შევხვდი, პირველად გახმოვანდა რუსეთის მხრიდან ის პოზიცია, რომ ჩვენ მზადა ვართ ყველა თემაზე ვილაპარაკოთ და არ არსებობს ტაბუდადებული თემები და არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემები რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, ეს ახლა ნინო თქვენ არ შეგეშლებათ დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს იმას, რომ მოდით ვილაპარაკოთ. ხა რას მივახცევთ? მოდით ვილაპარაკოთ. მოდით ვილაპარაკოთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით საუბარი. რას ნიშნავს? ერთადერთი ჩვენთვის მისაღები ვარიანტი საბოლოო ჯამში საქართველოსთვის და ამოცანა არის ის, რომ მათ უკან წაიღონ აღიარება აფხაზეთის და ოსეთის. ეს რამენერად არის რეალური? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარკვეულ პირობებში იქნება შესაძლებელი და მე ასევე გაგახსენებთ ჩემი მეორე შეხვედრის შემდეგ, რა განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. თქვენ ეს ალბათ არ გამოგჩებოდათ, თუმცა ესე ვთქვათ, ფართო მედია საშუალებებმა მაშინ აბსოლუტურად მიაჩუმათ ეს განცხადება, როდესაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ თუ ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები მოილაპარაკებენ მათი გადასაწყვეტია და ჩვენ არ ჩავერევით, როგორ სახელმწიფოებრივ მოწყობაში იცხოვრებენ. ფორმალიზმია, ეს არის ფორმალიზმია და არც ერთი აფხაზი ლიდერი თუ ოსი ლიდერი მათი მითითებების გარეშე ვერ წამოვა ამაზე სასაუბროდ. თუ მათ გარეშე ვერ წამოვლენ სალაპარაკოდ და რუსების თანხმობა ჭირდება ამას, რაშიც ნაწილობრივ მე გეთანხმებით, მით უფრო უნდა ველაპარაკოთ რუსებს. ანუ ჩვენ გონი არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ან აფხაზები ან ოსები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, თუნდაც პროცესში და მათ დამოუკიდებლობის უკან იმთავითვე და ამ ყველაფრის პროვოცირების უკან რუსეთი არიდგა. მე მგონი ამას ვერ უარყოფთ, ხო? იცით რა, არ შევხედავდი მე ასე ერთნიშნულოვნად და ცალსახად ამ პრობლემას, იმიტომ რომ აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში ჩვენს გვაქვს ჩვენი წილი შეცდომები დაშვებული. ისევე როგორც აფხაზეთთან მიმართებაში გვაქვს შეცდომები დაშვებული სამოქალაქო ომის ჩვენ დროს. თუ ამ შეცდომებზე არ ვილაპარაკეთ და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ იგივე აფხაზებთან და ოსებთანაც თუ გულწრფელი დიალოგი არ დავიწყეთ, რაც აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის შეცდომებზეც უნდა ვილაპარაკოთ და პირველ რიგში საკუთარ შეცდომებზეც უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ დობას ვერ აღვადგენთ. დობის აღდგენა ნაჩხუბარ ადამიანებს შორის, ნაჩხუბარ სახელმწიფოებს შორის ყოველთვის ხდება იმ შეცდომების აღიარებით,
რომელიც ამა თუ იმ მხარემ მზად დაუსვა. არის აღიაროს შეცდომა. მე მოვისმინე მაგალითად ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ, სხვათა შორის, როდესაც მე მათ ვესაუბრებოდი, რომ და ეს მე NTV-ს ეთერშიც ვთქვი, ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში პრობლემები არის წარმოშობილი მათ შორის იმ შეცდომების გამო, რომელიც ორივე მხარემ დაუშვა და რუსეთსაც აქვს ძალიან სერიოზული შეცდომები საქართველოსთან მიმართ. დიახ, ისინი აღიარებენ და მათ აქვს სერიოზული შეცდომები და შეგიძლიათ გითხრათ, ეს არ იყო ძალიან კონფიდენციალური საუბრების. იცით რა, ეხლა ყველაზე მთავარ შეცდომაზე ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეული, გახსოვთ თქვენ საქართველოს მოქალაქეების გამოდევნა რუსეთის ტერიტორიიდან, ეს იყო მე მგონი 2006 წელი, ხო თუ არ ვცდები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს პრაქტიკულად სატვირთო თვითმფრინავებით ერეკებოდნენ რუსეთიდან. მართალია, მაშინ პროვოცირება ჩვენი მხრიდან მოხდა, ეს ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, მაგრამ რეაქცია, რომელიც რუსეთის მხრიდან მოყვა, ამას იყო აბსოლუტურად არასწორი, აბსოლუტურად არაადეკვატური, შეურაცხყოფელი ქვეყნის და ხალხის და მათ ეს აღიარეს. თუმცა ისინი 2008 წელს ართულიან რუსეთ-საქართველოს ომს 2008 წლისას ართულიან ისინი შეცდომად როგორც ჩანს. არა, ისინი ამას თვლიან ტრაგედიად.